ევთანაზიის საპატიო პრეზიდენტის ბატონ ალექსანდრე ღურცკაიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო და ახალი წიგნის ნანაშტიხა პრეზენტაცია ანსამბლ ჯიჯიელებმა მეგრული პოპურით გახსნეს. თბილ საღამოზე საპატიო პრეზიდენტს დაბადების დღე საზოგადოებას ზუგდიდებლებმა და პოეტმა, მწერალმა, ლიტერატორმა ბატონმა ლაშა გვასალია მიულოცა. ჯიჯი ძალიან მაგარი სკოლაა და მარტო სკოლა არ არის ჯიჯი. ჯიჯი არის ცენტრი, კულტურული ცენტრი, საზოგადოებრივი ცენტრი, სადაც ყველა შეუძლია მოვიდეს და შეხედოს სამყაროს სხვა თვალით. ეს თვალი არის პირველ ყოვლისა არის სახელმწიფო მმართველობა, რა თქმა უნდა არის სოციალურ-კულტურული მმართველობა და უმთავრესი კიდევ გონითი მმართველობა და გილოცავთ ამას. დღევანდელი დღე იყო ამის დასტური, ბატონი ალექსანდრე მართლაც გამორჩეული პიროვნება, მით უფრო წლის პერსონალად დასახელდა ჩვენთვის ყველხელისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ღირსი, კარგი ხალხი ვართ, კარგი კუთხის ადამიანები ვართ, ზოგადად ქართული ცნობიერების აცამაღლებელი ხალხი ვართ და ამიტომ ბატონი ალექსანდრე არის ერთ-ერთი გამოვლენა ამის და ერთვახელი მომართოთ. დაბადების დღისადმი მიძღვნილ საღამოზე წიგნის რედაქტორმა ქალბატონმა ხათუნა პერტიამ ნაშრომის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. ავტორი წიგნზე მუშაობისას ეყრდნობა როგორც ქართულ წყაროებს, ასევე ის ეყრდნობა უცხო წყაროებს და შესაბამისად წიგნში მოცემული მასალა გამოადგება არა მარტო ამ კუთხის ისტორიით დაინტერესებულ მკითხველს, არამედ ეს დამხმარი სახელმძღვანელო იქნება მეცნიერ მუშაკთათვის. საღამოს დასასრულს შეკრებულ საზოგადოებას იუბილარმა სიტყვით მიმართა და თითოეულ ჯიჯიელს თბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა. დიდი მადლობა მინდა მომახსოვრო ყველა ვინც დღეს ესწრებოდა ჩემს საღამოს ზეიმს იმ თბილი სიტყვებისათვის და მოწოდებისათვის, რომელიც ჩემს მიმართ წარმოქმნეს. მე ეს ძალაყონეს მატებს შემდგომ მუშაობაში, მატებს ენერგიას და სტიმულს იმისათვის, რომ იმუშაო უკეთესად და კიდევ გავაკეთო სასარგებლო საქმე, არა მარტო გიმნაზიისათვის, არამედ სხვა საქმე კიდევ ბევრი რამ. და მიხარია რომ გიმნაზია ასეთ დონეზე არის და ჩვენი მოსწავლეები, ჩვენი გიმნაზიის ახსაცდელები ასე წარმატებით ართმევენ თავს და ყოველდღიურ განვითარებული არიან.